რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომის დაწყებამდე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია ამჯერად დიმიტრი სანაკოევმა მიაწოდა, რომელიც 2006 წლიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. სანაკოევმა ისაუბრა, თუ რა მიზნით შეიქმნა ადმინისტრაცია, როგორ იმართებოდა წლების განმავლობაში, რა ინფორმაციას იღებდა დე-ფაქტო რეჟიმისგან ომამდე და როგორ დაიძაბა 2008 წლის ივლისიდან რეგიონში სიტუაცია. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, სეპარატისტთა მხრიდან სროლებსა და აგრესიაზე იყო საპასუხო სროლები, მთელი პროცესი კი სამშვიდობო პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახებოდა. მოწმების დიალოგიც გაიხსენა, რომელიც 7 აგვისტოს მასა და მაშინდელ პრეზიდენტ შორის შედგა. კომისიის წინაშე სამხრეთ ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საომარი მოქმედებების დღეებში მაშინდელი მაღალჩინოსნების მოქმედებები და გადაწყვეტილებებიც აღწერა. როგორ მივიდა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომამდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2004-2008 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს მოусმინა. სანაკოევმა დღევანდელ სხდომაზე ჯერ ცხინვალში და შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ვითარება ქრონოლოგიურად გაიხსენა. დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციაში მისი ყოფნის პერიოდში დე-ფაქტო ხელისუფლება, მათ შორის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოიდი ფიქრობდა, რომ ქართული მხარის ცხინვალში შესვლა მათ დამოუკიდებლობის აღიარებაში დაეხმარებოდათ და ამისთვის რუსეთთან ერთად ემზადებოდნენ. როგორც ის ამბობს, ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს მიაწოდა და მისი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ცხინვალის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იყო. თუმცა სანაკოევის განცხადებით 2008 წლის ივლისიდან ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა და პიკს 7 აგვისტოს მიაღწია. ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სანაკოევი მიხეილ სააკაშვილს თბილისში შეხვდა. ყოფილ პრეზიდენტთან საუბრის დეტალები მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაიხსენა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ თუ ვითარება არ დამშვიდდებოდა, ცხინვალში შევიდოდნენ, რაზეც სანაკოევმა განუმარტა, რომ რუსეთი ქართული მხარისგან სწორედ ამ ნაბიჯს ელოდა. როგორც სანაკოევი იხსენებს, სააკაშვილმა უთხრა, არენერვიულა, რადგან ეს საკითხი უკვე შეთანხმებული იყო. კონკრეტულად ვისთან იყო შეთანხმებული, მას არ უკითხავს და ამის შესახებ ინფორმაცია არც დღეს აქვს. 7-ში 5 საათზე დამიბარა ვინ? პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა. მაშინ უკვე პოპოვის კონფლიქტი იყო და ჩურჩევთან შეხვედრა ვერ მოახდინეს იქარა და ესე მითხრა, რომ დღესო, ახლა ჯობიაო, ახლა მეც განცხადებას ვაკეთებო რა, რომ დავამშვიდოთ სიტუაციაო, იქნება და თქვენს გააკეთოთ მიმართვა იმ ოსეთის მიმართ. თუ რამე დღეს კიდე დარღვევა მოხდებაო, ეგრე უნდა შევიდეთ უკვე რა მაშინ. თქვენ რა უპასუხეთ? ნუ, ახლა მეთქი. ამას აქ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები მეთქი რა, რომელიც ამზადებდნენ თავისი გეგმით, საქართველოს ჯარი რო შევა, რა უნდა გააკეთონ იქაურებმა და მე რა, პროსტო რუსები ამას ცდილობდნენ, რომ ეს უთხარით მიშას, რომ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები? ზუსტად ესე უთხარი. რა გიპასუხათ? ყველაფერი შეთანხმებულია უკვე არ მიგეშინიაო და. ყველაფერი შეთანხმებულიაო? ხო. ვისთან არისო შეთანხმებული? არ ვიცი და ვერ ვიკითხე. დიმიტრი სანაკოევის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ომის დაწყების შესახებ ინფორმაცია სახლში ტელევიზიით მოისმინა, რის შემდეგაც თბილისიდან გორში წავიდა და შტაბში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს შეხვდა. სანაკოევის შეფასებით იმ დროს კეზერაშვილი არაადეკვატური იყო, ნერვიულობდა და გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. როგორც სანაკოევი ამბობს, პოსტზე ყოფნის დროს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მაქსიმუმ 7 ჯერ შეხვდა და კომუნიკაცია ძირითადად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და მის მოადგილესთან ამირან მესხელთან ჰქონდა, რადგან დროებითი ადმინისტრაციის კურატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. მივედით მე ვანოსთან და თხოვე რა იქნება და რაღაცა დროში შევაჩეროთ სროლა.
რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება რომ დატოვოს ადგილები და წავიდეს რა და ძალიან კაი იდეა უბრალოდ განცხადება შესე უთხარი რომ აქეთ წამოვიდეს რომ ერთგინეთი გზა იქნება გახსნილიო და через ერთგინეთი გადმოვიდეს რომ ხალხი აქეთ თუ ზუსტად ასეთი განცხადება მაგ გაკეთებული მაგ დროს მარტო იყო ვისთან ერთად იყო რა შეხვედრა ორივე მინისტრი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო და მაგ გარშემო იყო ოფიცრები გენერლები ხალხი დაჟე აქედან ჩამოსული თბილისიდან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დიახ კეზერაშვილმა რა თქვა არ მყო ევაკუაციის გეგმა კავშირიც არ მქონდა პროსტო იქ ვნახე კაცი რომელიც არაადეკვატური იყო მე როგორც არაადეკვატური იყო რას ნიშნავს ნუ ჩემი აზრი ესეა და რა დიახ რას გულისხმობ რაღაცა გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ რა ხიზელი და გააზრებული გადაწყვეტილებები არ იყო ო ესე და არაადეკვატური რას ნიშნავს აგრესიული იყო თუ გადაწყვეტილების მიღების ის ჩანდა რომ უჭირს აი რა ვიცი სწორად როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება ესე ხლა არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა როგორც დიმიტრი სანაკოევი იხსენებს, ოკუპირებულ რეგიონში ჯერ კიდევ ომამდე დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სროლები და მკვლელობები მინიმუმ კვირაში ერთხელ ხდებოდა, რაზეც სანაკოევის განცხადებით ქართული მხარეც პასუხობდა და კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდებოდა. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადება, რომელიც 2007 წლის იანვარში ცხინვალში შესვლას ეხებოდა, ნეგატიურად აღიქვა და ოქრუაშვილის მიმართ აგრესია გაუჩნდა. ირაკლი ოქრუაშვილი იცნობდით მას? ნუ ესე ტელევიზორიდან ისმოლა. პირადად შეხვედრა რას დროს ამ მქონდა. მან ერთხელ თქვა, რომ 2007 წლის ახალ წელსო შევხვდებით ცხინვალშიო. დიახ. თქვენ ამ დროს უკვე თბილისში ხართ, ხომ? არა. იქ ის იყავით. განცხადება რო გააკეთა, მე ჯერ ცხინვალში ვიყავ. ჯერ ცხინვალში იყავით, მით უფრო მაშინ რელევანტურია ჩემი კითხვა. როგორ იქნა იქ აღქმული? ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა. რეაქცია რა იყო? ნუ ძალიან დიდი ზიზღი იყო ხალხის იმაზე ოქრაშვილის მიმართ. მაქამდეც 2004 წლის ღონისძიებები რაც იყო ორი თვის ომი, ძალიან ცუდი რეაქცია იყო ხალხის ამ მიმართ და მე არ ვიცი რომელიმე ადამიანი რომელიც დღეს პატივს ემამ ცხინვალში ირაკლის. დიმიტრი სანაკოევის მოსმენამდე დროებითი საგამოძიებო კომისიის სამმა წევრმა სოზარ სუბარმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ილია ინჭიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები პაატა დავითაიას დახურულ ფორმატში დაუსვა. მიღებული პასუხები და აუდიო ჩანაწერი დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალებს დაერთვება და საბოლოო დასკვნაში აისახება.